რა გინდა? წყალი გინდა? მოგესალმებით, შემოძლიეთ ფასებო. მივდიოდი კვერცხებზე უკან. მეთქი ვნახო, რამდენი კვერცხი დადეს ჩვენმა ქათმებმა. და გზაში დავინახე, რომ სუგოს წყურია. წამოდაგისხა, მოდი, სუგო, მოდი. ეხლავე მოგწ. რაო, სუგო, მოდი აბა. და რამდენი ფოთოლი დაიყარა. მოდი აბა, სუგო, მოდი. სუგო. მოდი. აღარ გინდა ასად დაიმალე. სუგო. სად წავიდა? არ გეძახი, მოდი. სუგო. რატო დაიმალე? რა გინდა მან? არ გინდა? კაი, როცა მოგინდება დალევ. წავალ ვნახო. რამდენი კვერცხი დაგვიდეს ვარიებმა და რამდენი ვაშლი დაიყარა. ისეთი ცუდია მინდა იყო, რომ უნდა უცილებლად მოვაწესრიგო ქორობა. წადი. ნახოთ აბა ჯერ კვერცხები. მე ეზოც მოვაწესრიგოთ. არა და უკვე მოვგავე დღეს. და ცუდია მინდი რომ იყო, ქარი იყო და რაღაცა მაინც ის ფერია, აქაც არაფერია, მაინც დაიყარა. ამ ბოლო დროს ძალიან ცუდად დებენ ეს ქალბატონები კვერცხს. აქაც არ დავდიათ. იმიტომ რომ ცხელა, მაგრამ დღეს ცოტა არაუშავდა. შეხედეთ. მელოდებიან რომ ვაჭამო, მაგრამ არ ვაჭმევ, იმიტომ რომ ვაჭამე უკვე წთხან. აბა, აქაც სავარაუდოდ არაფერი არ დაუდია დღეს. არც ერთი კვერცხი. არ დევს, არც იქ არ დევს. არც აქ არ დევს. ეხლა არ გცხვენიათ? არ გცხვენიათ, ზოგი კი ვარია ხართ, მაგრამ ქათმები არ გცხვენიათ? რო არ დებთ არაფერს. სირცხვირი თქვენ, ჭამით კი კარგად ჭამთ, მაგრამ არც ერთმა დღეს არაფერი არ დადო. ცუდია. წამოდით ახლა მოვაწესრიგოთ აქაურობა. კი წამოვედი ჯამით, მაგრამ აზრი. ცუდია. ახლა გონიათ რომ რაღაცა მომაქვს. ნახე როგორ დამსდევენ. გამატარეთ ახლა, ცუდები ხართ, არაფერი დაგიდიათ. რადგან ჯამი მიკავია ხელში, წამოდით ბოსტანში შევიდეთ. პომიდორი დავკრიფოთ დღეს ვახშამზე. გამატარეთ ახლა. გამატარეთ. წადით, არ ვარ გიხართ. იმედია ხვალ დადებენ ცოტა ბევრს. ამა თუ ყურეთ როგორ დამსდევენ. პომიდორი მინდა გამატარეთ. შევიდეთ ბოსტანში, ვნახოთ რა ხდება. უკვე ძირითადი მოსავალი დეიდაჩემმა აიღო, მაგრამ აი შეხედეთ როგორი ბულგარულია. რაღაცია, საყვარელია. ბულგარულია თუ მწარეა, ოღონდ არ ვიცი, სავარაუდოდ არ არის მწარე. აი კიდე წიწაკები, აქაც. აი ზაფრანა რა ლამაზია. ხო ზაფრანა ქვია, ხო არ მიშლება. ძალიან ლამაზია. შეხედეთ რა მხელა სიმინდით. უკვე მოტეხა, რაც ქონდა. მოსავალი. ეს ლობიოც მწვანე ბევრჯერ უჭამეთ. ძალიან გემრიელი იყო. ვაიმეს ეს რა საყვარლუკა, რა ბაჭია. ჩერიც ქონდა, სხვათა შორის. და წითელი პომიდორიც მინდა რომ გაჩვენოთ. რამდენიმე მოვწყვიტოთ. დედა რა სუნი აქვს პომიდორის სუნზე. იშდები. ჩამომივარდა ეს ხერი ხელიდან. ეს ერთი. ცოტა დიდები მინდა რომ ვნახო. კაცი იყო, მაგრამ ალბათ ნაპირიდან ავიღებ რომ შუა იმაში არ ვიარო, გუშინ წვიმდა და ტალახი იქნება.
არის აგერ. ცოტა დიდები მინდა ერთი რამდენიმე ცალი 3-4 ცალი და ეს ცოტა მომწვანოა ჯერ. სხვა რა. ეს კარგია. ეს ბარემ ესეც ალბათ კიდე ერთი ცალიც და ეგ არის. აბა მოდი ეს არა მომწონს რაღაც ბოლომდე მწიფე არ არის. აი ეგრე საკმარისია. ეს არის თხილი. სავარაუდოდ უკვე ცოტა ხანში დასაკრეფი იქნება. ესეც თხილია. ერთი დღე გამოვალ და დაბლაც ალბათ ბევრი უყრია ძირებში და აი ყველგან აქაც და იქაც ხელით გავარჩევ. აქ მარწყვიც აქვს ხოლმე აგერ. აი აქ მარწყვი მდგია. კიტრიც ბევრი ჰქონდა, ეხლა აღარ ვიცი აქვს თუ არა ზედ კიდე. მგონი აღარ. ცოტა ხანი აქ დამელოდა შენ. მგონი აღარ არის კიტრი. აი კი ბადრიჯანიც არის, გაჩვენებთ ხაბარემ ცოტას კიდე. აი ბადრიჯანი. აი აქაც. აი კიდევ ნახეთ ამას 1 2 3 ბადრიჯანი აბია ამას 1 ოღონდ ერთხელ უკვე ბადრიჯანი დაკრიფა. ამას კიდე აი აქაც საყვარლებია ძალიან. აგერ კიდე ბადრიჯანი კიდე აბია. ზესუმზირა შეფუთულია, რადგან პატარა ჩიტები, ტყის ჩიტები ჭამენ. აგერ კიტრი. გადავაბიჯოთ, რომ არ დავაზიანოთ. აგერ ეს კიტრუკა. საბათა ხო არ გავაკეთო მეთქი. ცოტა კიტრი. ერთი ცალიც ვიპოვოთ სადმე. ისე ბულგარული კიდე. აი აქაც. კიდე ბადრიჯანი. დამსუ ყველაფერს უვლის დეიდა ჩემი, მარტო დეიდა ჩემი, მეტი არავინ საერთოდ. კაც კიდე პატარა კიტრუკა. კიტრები თითქმის უკვე აღარ არის. სხალი. ესეც კიტრი კიდია, მაგრამ ეს არის სათესლე როგორც ვიცი. სხალი ჯერ არ არის მომწიფებული. კიდე თხილი. სადღაც არის კიდე გარგარი კი არა და ქლიავი. ზუსტად არ ვიცი. აი აქ კიდე მალინა უდგას, მაგრამ ეხლა უკვე აღარასხია. იქითაც არის მალინა. გოგრები, ვიცი რომ გოგრებიც აქვს რამდენიმე, მაგრამ სად არის არ ვიცი. აი აქ ზუსტად სად არის? აგერ არის ერთი ცალი დავინახე, გაჩვენოთ. ბარემ აქ ვარ და ბარემ გაჩვენოთ. აი გოგრაც აქ არის, ბრძანდება. გოგრა ბატონი. კიდევ აქ არის. კიდევ ერთი ცალი აი ესეთი მწვანე. ისიც დიდია. სამი ცალი. გონი კიდე არის იქით სადღაც. მაგრამ აღარ შევალ. აი ესეთი მშრომელი დეიდა მყავს. უკვე იცით. ყველამ როგორიც არის. მაგრამ მაინც კიდევ შეგახსენებთ. ვინმე კოღო ბევრია. ეს მწვანილი მიყვარს ძალიან. რეჰანი სალათაზე და ცუდას მომგლეჯ. თიორი ფოთოლიც. აი ესეთი ნაკრები მაქვს სალათისთვის ბოსტნიდან.
მაზე უკეთესი რა უნდა იყოს. წავალ ახლა. ეზოს მოვხვეტავ ცოტას და სალათას გავაკეთებ. გემრიელს ძალიან. რა გინდა? ჩემ წიგს რომ მოვჩები წაგაკითხე. წიგს წერ? წიგს საშიშ, მაგრამ საში არ გამოვიდა. მართლა გოგო? აი ერთი წუთით იყო საშიში. ხო, მე მაჩვენებ რა დახატე. თუ ჯერ არა. ჯერ არ მოვჩი. კაი. როდესაც მოვჩები აუცილებლად წაგაკითხე. კაი. შენ ჭამა. ჭამა? ეხლა დავდებთ რაღაცებს და პური ჩაგიგდეთ ბავშვებო ისევ ჩავაგდე პური, რადგან უფრო სწორედ პურის მასალა ჩავყარე, რადგან ბავშვებს ძალიან უყვართ ხოლმე და ძალიან გემრიელი ისა აქვს, რა ქვია, რა იყო? კინე მოგო. რა იწკინე ფეხზე? ამას ხო ყველაფერი თითებზე აქვს პრობლემა. რა ბიჭო. რა მოგივიდა მაჩვენება რომელი? თითი პატარის. პატარა? პატარის. ეს იმეს უკრასკებში გაქვს ყველაფერი. და რას გიგავს? წადი დაიბანე ხო მერე? არა. როგორ არა ცეცხალში? რა ბიჭე პოლო დედაშიალა. სისები, წეიკები, ყველაფერი. ეს გრილ ტოსტერი საჩუქრა დაგვიანებულ დაბადების დღეს გილოცავთ მადლობა ქალო რაღაც გინდოდა. ვაიმე როგორ მცხვენია ძალიან დიდი მადლობა. აბა თუ მოგეწონა კარგი იქნება დამეცადება. უკვე მომწონს მე მგონი. უკვე მომწონს. ბავშვებო დამეხმარეთ. ვაიმე რა კარგია. აქ შაურმაც გამოვა. შაურმების თვითონ ვიდეოს ჩაგიგებ რა სადაც არეკლამებენ და ნახე. ვაიმე. ამისთვისაც კალმარი საკეთ მე მგონი. აი, ხო, კალმარები კი არა, სოსისებიც. გაწიეთ. აბა, შეგაწიეთ. აბა. ვაიმე, რა მხელ აგრეგატია. რა კარგია. ბავშვებსაც ტოსტები უყვართ სკოლაში. და პირივირნი, ხო? აი, როგორც კაფეებში რო არის ხოლმე. ფუნქციებიც აქვს და აი, რა კარგი რაღაცა. სადღაც დამაგრებულია. როგორ იქნება ვიდახეთ. დამაგრებული ეს რაღაც ეთყობა. მაგარია. აი, სამოიჩინე. შიგნით სალფეტკი უდეს. აი, სალფეტკი არ არის. ნუ რაც არის. რაღაცა დამაგრებულია. ეგ არა, ეს დაბლა. სოკანი. აგები. ანა, შეგიძლია ესეც გამოიყენო. აი, ეს მთლიანად უნდა გაიშალოს, აი ესე, დაწვეს. აი ესე. აჰა, მთლიანად. ხო. ტოსტერი ჯიჯო. პური რო იწვება, პური. ნახე. ხარეს დაეტევა აუცილებლად. აი აქ შაურმაც გაკეთდება, ხორციც იბრაწება, სოსისიც ხო გიყვარს იმისთვის. რა ქვია, ხოთ-დოგებისთვის. გადაბრუნებელი. ვიცი, არა უშავს. რა მაგარია. ეს ეთყობა რა ვიცი, რაღაცა ფუნქციას ასრულებს. მე ვნახოთ ერთად. აი აქ დაბლა ცხი მიგროვდება და ამ ცხიმს გადაასხავ მე. აი აქ ცხი მიგროვდება ნელო დაბლა და ამას გადაასხავ. აი მე ძალიან დიდი მადლობა ძალიან. ძალიან. თუ მოგეწონა დე. ძალიან მადლობა ძალიან დიდი. მადლობა. მე ძალიან მიყვარხარ ძალიან დიდი მადლობა. ვაი მე სუპერ საჩუქარი. რა კარგია. ასე რომ ბავშვებო, დილით ადრე გექნებათ ტოსტები, სკოლაში წასაგები. შაურმები, ჰოთ-დოგები. მართლა დილით ადრე შაურმები. შაურმები არა, ტოსტები თქო. სანამ სკოლაში წახვალთ გექნებათ ტოსტები, რა მაგარია. ამას ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს, მე ვიდეოც ვნახოთ. წავიკითხოთ. აი, ნახე ტოსტი კეთდება, ხორცი იწვება. კრევეტები. სპეციალური ფუნქცია უნდა ჩართო აი ამისთვის ანა. ხო. ძალიან ბევრი. High power 2000 ვოლტი, easy to clean. შაშტიკი. ხო, იოლად სუფთავდება, LED ლამპა აქვს, double side heating. ანუ ორივე მხარე იბრაწება. LED ლამპა რას ნიშნავს? სადღაცგან ანთებაც აქვს ეთყობა. აი, რა კარგი სოკანის ფირმისთან სოკანი მიყვარს ძალიან. ფირმას ქვია მასე. ძალიან კარგია, სუპერ ნელო, უღრმესი მადლობა. ძალიან. რა მაგარია, საჩუქრები კიდე მომდის.
მიუხედავად იმისა, რომ დაბადების დღე უკვე წავიდა. ამას გამოიყენებ სოფელში თუ მერე? თუ იქ თბილისში აქ არა. თხილები მოიტანანილო. ეს ძირიდან აკრიფე? მელანა ჩაკეტე უფრო გამოვა ეს. აი, კარგია. კარგია. ეგმა რა სიყვარული? მინდა დავიყანო. ეს გააკეთეთ თუ მეტი არ შესაძლებელი. დინდა? დაიხმარე. გარჩევაში. დადის კამი წამოიღე შენთვის ან აი იმაზე და ალა განაშას ხანდებ ბავშვი. მე მინდა გარჩევა. ერთი ხუთი თუ გარჩია. სიცარა მგონია. აი ესე მგარი. დაიხმარეთ ბებოს დაიხმარეთ. ალალუი. მე წავალპურში ვხედავ უცებებო. ბებო. სამოდით აბა ვნახოთ პური. პური. უკვე მე მგონი დროა ამოღების თორე მე ჩაცომდება შიგ. ორი წუთი გადარჩა ზუსტად მანამდე მოვამზადოთ რაზეც უნდა დავდო და ხად მოვიღებ ზედვე. ისე უსუპერესი პური გამოგვივიდა. იგაჩვენეთ უკვე 1000 ჯერ, მაგრამ მე 1000 ჯერაც მიხარია ხოლმე ისეთი ლამაზი გამოდის. მაინც უნდა გაჩვენოთ. ძალიან კარგი. ეხლა ცოტა ხანი დავაცდი, სპეციალურად ცოტა ადრე გამოვაცხე, რომ ბავშვებმა მანამდე ითამაშონ, სანამ ცოტა ჩამოღამდება, ასე ვთქვათ. ეხლა არის ზუსტად 8 საათი. სადღაც 1-40 წუთში ვაჭმევ, მანამდე შიგნიდანაც ძალიან ცხელი აღარ იქნება, თორე რო უჭრი ხოლმე დანასაც ეწებება ძალიან და მგონია რომ მაინც ძალიან სასარგებლო არ არის, ზამთლად ეს სუპერ ახალი გამომცხვარი პური რო არის და აი თვითონ შუაგულიც რო წებოვანია არ არის სასარგებლო და მგონია რომ დიდად ასე ვთქვათ неприятно кушать, ასე რომ დავაცდი რომ კარგად ჩამოცივდეს და კარგად უფრო კარაქიც წაესმას. ავიდეთ ისე გარეთ. რა ქენი? ოპს დავადე. ოპს დაადე? მერე რა. ეს რა ეხა გასავლით ადვილი შენ გამომიყანე იცი? მელანა შენ სამოკატი. დედა რამდენი თხილი აქვს? ტუტორიალი როგორ უნდა გასწრათ თხილი. ეს გააკეთე და ის და როგორ უნდა გახსნათ? როგორ უნდა გააკეთე. ვაუ. იდეთ. ეხმარებით ბებოს? მაგრამ აქ არის ის თუ დაინახეთ შავი ან რომელსაც ესე იგი გადაგდე წერტილი ესე იგი შეჭმულია ხო დედა რაშჭირს დადა რა უშავს ეს გადავაგდო სუგია მე შენი აბა როგორია ტრიოშჭირს ხო ცუდია დამპალია ზემოდან და იქ გადავაგდოთ წამში მოხდებოდა აგე მილოს უკანავყრეთ თუდა ეს ისე გარჩეულია უკვე. მე ხო, მაგრამ მაგებს გარჩეული ეს. და უკან დავყარო. ეს როგორი ინი შეიძლება? ზარობი. აგერ მაგალითად ესეთი. ეს ვეჭველი დამპალი. კაპჭებულია ხო. აბა აგერ ჩვეულებრივები და აგერ ესენი კარგია, ეგ არ უარგისია ხო. უარგისი. ხო. ეხა ვხსნი. ხსნი და არ ვარგო. ჩავაგდე. აბა ცუგო რა საკეთებ შენ ვერ გავიგე ნახე რა შრება და ღრღნა აბა შედი სახში ჩქარა წადი სახში დროზე ცუდი ხარ შენ ეგრე როგორ შეიძლება ჰა მანქანა ვიღაცის უკან კიდე ერთი მანქანა ლეგენდარი დაფლინგი შევდა მოდი გავხსნა ან მაგალითად თუ შეგულად ესეთი დამყარი ეს დავადი რა ლამაზი ჯიპია როცა ჩიბი არის შესულან რა ეს არა ჯიპი წიხან აი ესეც დამყარი ეგეც დამპალია ხო შეფი ახლა კი მეგობრებო უკვე შემოვიდით სახლში, საღამოა ძალიან ესე დაბნელდა, შეხედეთ.
და სანამ პური ოდნავ გაგრილდება, მანამ ბავშვებს დავუსვავ და მაგალითებს გავაკეთებინებ. მაგერ დავუწერე რაღაცა განტოლებები, რაღაცეები ერთს, მეორეს წილადები, თუ ჩანს არ ვიცი. სანამ ამოხსნიან, მანამ პურიცაც გაცივდება და მანამ ვიდეოსაც ჩავტვირთავ. ახლა კი გემშვიდობებით, მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით. ასეთი იყო ჩვენი დღე. იმედია საინტერესოდ გაატარეთ ჩვენთან ერთად დრო. აბა თქვენი წარმატებები ყველას და რა თქმა უნდა გამოიწერეთ ჩვენი არხით, დაგვილაიქეთ და დაგვიკომენტარეთ. დროებით. მიყვარხართ, კარგად.